ხამაუჩებით დასაწყვეტი. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ-პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიკვირდებით, მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ჩვენ დავუბრუნდებით ინკლუზიის და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის თემას, კონკრეტულად შეშემოპირების და გვაქვს ისეთი პროფილური გადაცემა ანა გოგუაძესთან, ახალი მზიურის დამაარსებელთან, რომელიც არის სოციალური კაფე თბილისში. ის არის ასევე ფოტოგრაფი, ასევე უთავსებს საჯარო სამსახურსაც. ანა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გადაცემაში ჩართვა შეძლი. თუ შეიძლება რომ დავიწყოთ პირველ რიგში ახალი მზიურის შექმნის ისტორიიდან, ან რას ეფუძნება ეს კაფე, რატომ არის სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალური საწარმო. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ახალი მზიურის იდეა, რომელიც იმაში რომ ჩვენ როდესაც მოვედით პარკის ტერიტორიაზე, ჩემი პირადად ჩემს ემოციებს გაგიზარდ ამ შემთხვევაში 2006 წლიდან ძალიან მიყვარს პირველ რიგში ნოდარდუმბაძის შემოქმედება და ძალიან ახლოს არის ჩემთვის მისი ნაწარმოებები და მზიურის იდეა ყოველს მოგეხსენებათ, რომ ნოდარდუმბაძის იდეა იყო, რომ თბილისის ცენტრში შექმნილიყო ბავშვთა ქალაქი, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა ქალაქისთვის. თუმცა 90-იანი წლების არეულობისა მთელი გადაფასებების გამო იდეა ნაწილობრივ შეეწირა ამ ამბებს, მართალია მზიურის პარკი გაიხსნა, თუმცა მისი ასე ვთქვათ პირველი იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ეს პარკის ტერიტორია აბსოლუტურად არის განსხვავებული იმისგან, რაც ახლა არის, იმიტომ რომ ეს ყოფილიყო პარკი ბეთანიამდე, ასე ვთქვათ, და მისი ტერიტორიები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა მთავარი იდეა იყო ამ პარკის მე არ გამეორდები, რომ ქალაქში ქონოდა ბავშვთა ქალაქი, რომელიც იქნება დაწესებული რეკრეაციული ზონა სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებისთვის და 2006 წელს მოვედი აქ ეს ასეთ იდეა absolutely იყო უგულვებყოფილი და ამისთვის არავის არ ეცავა ისეთი სიტუაცია იყო ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ დავიწყეთ თავიდან მოხალისეობრივი ჯგუფის ასე ვთქვათ, რომელიც აკეთებდა 12 წლის განმავლობაში მზის ფესტივალს, რომელიც ერთი დღით აცოცხლებდა ამ პარკს. თუმცა როდესაც 10 წელი აკეთებ ერთ ღონისძიებას, რომელსაც ერთი დღე იმართება და განაჩენი დღეები, მაგრამ პარკის ტერიტორია ხდება ისეთი მოწყენილი და უფერული, სწორედ მან გაჩნდა ასე ვთქვათ სოციალური მეწარმეობასთან ერთად დაიბადა ეს იდეა, რომ ჩვენ გვქონდა უკვე 100 წლიანი გამოცდილება ერთი დღით მზიურის გაცოცხლების და როდესაც მე პირადად გავიგე ჩემი მეგობრისგან თუ რას ნიშნავდა სოციალური მეწარმეობა, მზიურის პარკში იყო მიტოვებული შენობა სანაკინე, რომელშიც მე ვთქვათ აბსოლუტურად დანგრეული იყო და მაშინ გამოსცა ეს იდეა, რომ გამომეყენებინა სოციალური მეწარმეობის ასე ვთქვათ იდეა იმისთვის, რომ მოგცემოდა საშუალება, რომ მზიურის პარკი ყოფილიყო მთელი წლის განმავლობაში დაწესებული სხვადასხვა ღონისძიებებით და ჩვენ ყოფილიყავით დამოუკიდებელი ფინანსურად, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვაკეთებდით მზის ფესტივალს ამ ერთი დღისთვის ძალიან ბევრი კომპანია ხდებოდა ამ ღონისძიების სპონსორი, მაგრამ დანარჩენ დღეებში პარკი იყო ისევ ასე ვთქვათ მკვდარი და არაფერი არ ხდებოდა. მე ძალიან კარგად მახსოვს მზიური, როდესაც აი ამ საცოდავ მდგომარეობაში იყო, პირველად 2002 წელს, როცა ჩამოვედი თბილისში სკოლაში სასწავლებლად, ზუსტად მის მახლობლად ცხოვრობდით და იქ ჩავდივით ხოლმე სასეირნოდ საღამოს და ესე დედაჩემი მიხსნილა, რომ აქ
მატარებელს უნდა გაევლო ბავშვთა მატარებელს აქ თქვათ იყო აუზი რომელიც იყო დამშრალი და ანუ ძალიან დაანგრეული და მიტოვებული სივრცეში დაბეჭდილებას ტოვებდა და იქ სადღაც შორს დაიწყეს იმ დროს ზუსტად კორპუსების მშენებლობა და ეს იყო ნამდვილად რაღაც გაუდაბურების ერთ-ერთი სიმბოლო მართლაც რომ ქალაქის ცენტრში არა და ხო ნოდარ დუმბაძეს ძალიან უნდოდა მათ შორის ოდისევსის დაბრუნებაში ესეთი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია მისი წერს რომ აი ზუსტად თქვათ ამერიკული დისნეილენდის და სხვადასხვა ესეთი პარკების შთაგონება იყო ის ანუ მან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში იმოგზაურა შეერთებულ შტატებში და თავის აღწერაში აი ამ მოგზაურობის მან ამაზე ისაუბრა რომ იქ რომ არის ესეთი ბავშვთა სივრცეები გასართობი უნდოდა რომ ზუსტად მზიურიც ასეთ სივრცედ ქცეულიყო ასეთ დასავლურ ერთგვარ სივრცედ. ნამდვილად შეთანხმებით. აი ზუსტად ეს არის იდეა იყო სხვა საბოლოო ჯამში სამწუხაროდ მიიღეს სხვა რეალობა, თუმცა მე არ მინდა ახლა ვიზიტოთ ჩვენი ეთერის დავკარგოთ იმაზე საუბარი რა და იყო. ეხლა ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის რომ მართალია ნოდარ დუმბაძის იდეის შემდგომ პარკის ასე ვთქვათ რეკრეაციული ზონა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და განაშენიანება შეიწირა ასე ვთქვათ ამ პარკის დაახლოებით 40% ჩემი აზრით მაგრამ მოდით ახლა დავწუხოთ პოზიტიურად იმის რომ ძიულის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულდა და ჩვენ როდესაც მოვედით ანუ ამ კაფეში მე შეკითხავს გავსაკეთე თუ რა არის ჩვენი სოციალური კაფის ასე ვთქვათ მიზანი და სოციალური მისია ეს არის ის რომ ძიულის ანუ ამ კაფის ასე ფინანსური ინვესტირება მოხდეს ძიულის პარკის შინაარსობრივ დატვირთვას. ანუ ჩვენ ასე ვთქვათ აღებულებას იმაში რომ სხვადასხვა ღონისძიებებით დავტვირთოთ პარკის ტერიტორია სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენი მოგება ამ შემთხვევაში ძიულის კაფის მოგება ხმარდება სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანების საგანმანათლებლო და შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებით ჩატარების მთავარი იდეა ჩვენი აქ ყოფნის არის ის რომ ძიული იყოს ფუნქციურად დატვირთული. ამიტომ ჩვენ 4 წელია ვარსებობთ და ალბათ ეს გაგონილი მაინც ექნება რომ ასოციაციები იყო უკვე ძიული თავისუფალი კინოჩვენებების საჯარიმოები მოდიან და ფილმებს უყურებენ და შემდგომ ხდება ამ ფილმების სადისკუსიო ფორმატში განხილვა. ასევე ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს რომელიც არის ბავშვებისთვის განკუთვნილი. სივრცე არის ჩვენ გამაყოფილი სივრცე არის სრულად ადაპტირებული სიცნობიერებისთვის და არა მხოლოდ ეტით მოსარგებლობისთვის, არამედ ეს არის ერთადერთი კაფე საქართველოში, რომელსაც აქვს ბრაილის შრიფტის დადებული მენიუ და მე ჩვენთან ერთად ვცდილობთ ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიყოთ კომფორტული ეს იყოს სივრცე კომფორტული ყველა საჭიროების მქონე ადამიანებს. არა მხოლოდ სივრცეების ამის სპეციფიკური ადამიანების, არამედ მაგალითად მშობლებისთვის და ასევე მე ძალიან გაკვირვებული დავჭი, როდესაც გავიგე რომ ძიულის კაფე არის ერთადერთი, რომელსაც ანუ საერთაშორისო ბრენდებისგან გათხოვებით აქვს, მაგრამ ისეთი დეტალი გათვალისწინებული, როგორიც არის ბავშვებისთვის გამოსაცდელი მაგიდა. იმიტომ რომ აი ესეთი მაგიდა ჩვენ ახლა ეს გამოვიწერეთ ინტერნეტის, მაგრამ თურმე გქონია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებს, ანუ მაკდონალდს და აი რაც საერთაშორისო ბრენდები არის, მხოლოდ ისინი თავისწინებენ. თუმცა მე როდესაც მოგზაურობდი ამერიკაში, მაშინ ვნახე ეს მაგიდა, რომელსაც ან მშობლებისთვის ამხარ კომფორტი იყო, როდესაც მოდიხარ სასეირნოდ, სადმე ან მიდიხარ და არ სჭირდება სახში მიბრუნება, იმისთვის რომ ბავშვს რაღაცა კომფორტი შეუქმნა, ამიტომ ამაზე ვიზრდ. მე ვერ ვიცი რომ ეს ჩვენი თავარი მიზანი არის ის, რომ ძიული იყოს ფუნქციურად დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებით წლის განმავლობაში და ადეკვატური პროგრესი დღე. ჩვენ გვაქვს ივენთები გამშის პერიოდში, ზაფხულის პერიოდში, შემოდგომა გაზაფხულს მოიცავს თქმა უნდა და იყოს კომფორტული სივრცე ნებისმიერი ადამიანის, როგორც მშობლისთვის, ასევე სპეციალისტების ნებისმიერი
ინტერესის მქონე ადამიანისთვის ეს რიცხვი იყოს საინტერესო, იმიტომ რომ თამედიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ ხოლმე ან თავისუფლად გასართობად მოდიან ან უბრალოდ მოდიან ტექსტის ხოლმე. ამიტომ რაღაცა აი ეს მისია გვაქვს, ისე ნუ ძირითადად აი იმისთვის რომ ძირი გავაცოცხლოთ სხვადასხვა ტიპის ივენთები. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია არის და თქვენთან იმართებოდა კინოჩვენებებიც, განხილვები, დისკუსიები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების პრეზენტაციები, მაგალითად ესეთი იყო ქალების საქართველოსდან ინიციატივა, რომელიც აღწერს ქალების ისტორიებს რიგითი, ჩვეულებრივ სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა რეგიონიდან წამოსული ქალების ისტორიებს და მათი პრეზენტაციაც და მათი დოკუმენტური ფილმის და პლატფორმისაც მათ შორის თქვენთან მოხდა მზიურში. უბრალოდ საინტერესო არის მეტი ვისაუბროთ მის თვითონ შექმნის ისტორიაზე. შენ სანამ გახდებოდი ამ მზიურის დამფუძნებელი. ადრე ასევე იყავი ფოტოგრაფიითაც გატაცებული. კიდევ სხვა რას საქმიანობდი, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ეს რაღაც მოლოდინი, რომ შეშემ პირმა თუ არის აქტიური, უნდა იმუშაოს მხოლოდ შეშემ პირების მიმართულებით ინკლუზიის თუ უფლებების. შენ ეს მომენტი როგორ დაძლიე და როგორ მოხდა საერთოდ ამ კაფის ხო, აი მობილიზება რესურსების იქნებოდა ეს ნდობის მოპოვება სპონსორებისგან თუნდაც რემონტის გასაკეთება და ასე შემდეგ. ანა, ჩვენთან ხართ? ანა. თქვენი ხმა აღარ ისმის. ხო, ინტერნეტთან შეფერხება. ხო, ისმენთ ახლა. მოგონი ჩაიქო ისე ინტერნეტი, ხო? კი, ახლა ისმის. ხო. ანუ შეკითხვა რო გამივიოთ შეიძლება. კი, ანუ ზოგადად ვიცით რომ ესეთი სტერეოტიპი არსებობს რომ შეშემ პირმა შეშემ პირთა უფლების კუთხით უნდა იმუშაოს მხოლოდ. კი და ეს სტერეოტიპი ეს როგორ დააძლიეთ სპონსორების ნდობა როგორ მოიპოვეთ თუნდაც შენობის განახლებისთვის თუნდაც არის რეკლამა იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი ყველაფერი. ზოგადად ამ თვითონ ამ კაფის ისტორია უფრო მეტად როგორ იქნებოდა თქვენ ბრძოლებზეც რომ მოყვეთ ამ მიმართულებით. ხო, იცით რა ხომ მე რაღაცა არის ალბათ არის ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ რატომ არ მოიხმარს ეს გოგო თავისას ესეთ ამ პროცესს გამოცდილებას კონკრეტულად ისემ პირების რაღაცა უფლებების ასეთ მე ვფიქრობ რომ ის სფერო რომელშიც მე ახლა მუშაობ მე აქაც მაინც ვაკეთებ იმ საერთო საქმეს რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია და არ არის აუცილებელი პირობა ის რომ შენ რაღაცა საერთო საქმისთვის ეს აგუსტებდე და მუშაობდე მაინც რაღაცა NGO-ში თუმცა ზიური ამ შემთხვევაში NGO-ის მოქმედი ანუ მხოლოდ მუშაობდე როგორც და მხოლოდ საუბარი როგორც ზემოპირების თემატიკაზე. მე ვფიქრობ რომ ჩვენი ასე ვთქვათ აქტივობით და ამ სიტყვის არსებობით უკვე ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერება შეიცვალა და ბევრი კომპანიის ცნობიერება შეიცვალა იმით რომ ყავთ პარტნიორი რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოსარგებლე თუმცა ბევრი რაღაცა საკეთებს სხვა რაღაცას აქვს რომელიც რა თქმა უნდა მოიცავს ამ თემას და რაც ხდება ისტორიას თვითონ ამ ნდობის მოპოვებას ეს იყო თავიდან ზოგადად ხალხის ძირითადად დაფუძნებული არის მე თავიდანაც მოგიყევით თქვენ რომ 10 წელი ჩვენ ვაკეთებთ მე ვაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად ერთ ფესტივალს რაც უშუალოდ მე თვითონ დავდიოდი სხვადასხვა კომპანიებთან იმისთვის რომ მოგვეპოვებინა დაფინანსება რომ მზიური ერთ-ერთი საგვაშეშლებინა ეს ადამიანები ხედავდნენ რომ რაღაც თავიდან ისინი იყო გაკურება რომ ელოდებოდნენ შეხვედრაზე ვიღაცა გოგოს რომელიც რაღაცა პრობლემა არ ექნებოდა და რაღაცა დიდ ქალს მე ვიყავი 21 წლის ადამიანი რომელიც მიდიოდა ეტებისა ასპანდში ხდებოდა და არაფერი ამიტომ უკვე მათთან შეხვედრის შემდეგ ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ ხანერიქიდან აზროვნებას რომ ეს გოგო მოვიდა და ჩვენ ასპანდში თქვა რაღაცა არ ვახანო
მათი ქცევა უკვე თავის თვითონ იცლება და ჩემი ამ აქტივობები და მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მაინდა-მაინც მხოლოდ ამ სფეროში უნდა მუშაობდე და ამის ერთად ვეხმარებოდი თემს, იმისთვის რომ რაღაცები შეიცვალოს. მე რასაც მუშაობ, ჩემი აზრით გონია, რომ მანდ ფოსტს მე ვფიქრობ, რომ სასიკეთო ცდილობს ლახტენ თემის მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გამოვიდა იმისგან, რომ ჩემი ალბათ ნდობა რაც მემტკიცა ფინანს როგორ მოახერხე ისომ ამდენი სპონსორი დავიცანხმე რომ ეს პროცესი პროცესი მე თვითონ დავიწყე თავიდან ფესტივალებში ყველა შეხვედრაზე ყველა სპონსორთან და ვისწრაფე ასწლიანი განმარტებული პროექტი ჰქონდა და ყოველთვის მე მეტყვი ჰქონდა რომ მე შეიძლება რაღაც იდეა არსებობს მაგრამ მარტო ვერაფერს ვერ გახდე მე მქონდა იდეა თუმცა ეს იდეა ვერ იქნებოდა განხორციელებული რომ არ არის ჩემი მეგობრები და ის ადამიანები რომლებიც ძირითადად რომ ეს გამოვიდება მთელი ჩვენი ეს ვთქვათ ერთობლივი იდეა მდგომარეობა და იმაში რომ თუ თავი დაპირებულად ისიც საგვეთებსა მომწიოს და შემდეგ უკვე ეს სამოვაყალიბეთ სოციალიზაცია ძივის კაფე ანუ ძივის მისიას ემსახურებოდა რომ ძირი ყოფილიყო ფუნქციურად დაწესებული. ამიტომ მე არ ვისაუბრე ეს მარტო ჩემი განსხვავება არის ეს ჩემი გუნდის განსხვავება. უბრალოდ დამოკიდებულება ნდობა გამოვიწიეთ ასე. საქმის როდესაც ახლა წელი აკეთებ რაღაცას და გავხსოვთ კარგი რეპუტაცია კომპანიებთან ალბათ მაგიტომაც მოხერხდა ის რომ შემდეგ უკვე განვახორციელებ თვითონ კაფის საფინანსებად ანუ ნდობა და ისე მე თვითონ უშუალოდ გავდიოდი ამ შეხვედრებზე და ის რომ აი რასაც ამბობთ რომ მაინდა-მაინც შემოწირი უნდა იყოს და დასაქმებო ანუ უნდა მოგიძებდეს ამ თემას ის სადაც მე ვარ მე მაინც ვახერხებ ამ თემის შეგრებას იმიტომ რომ ეს შევხედოთ მე შეიძლება მართლა ამ პირდაპირ საგიშის მენიუ კაფეში მაგრამ მე ვიგებ ამ თემას რომ ის იყოს ერთადერთი კაფე რომელსაც აქვს. კი ნამდვილად ეს ცნობიერების ამაღლების ნაწილი არის პირველ რიგში. ეს სტერეოტიპის არღვევაც ჩემი აზრით რომ მაინდა-მაინც არ უნდა იყოს ამ სფეროში რაღაცა ეს შეიძლება საერთო საქმე ასაკეთებს იზიდადაც კი. კი. აი საინტერესო არის ფოტოგრაფია რამდენად დაგეხმარა ზოგადად ამ ნაბიჯის გადადგმაში იმას გულისხმობ რომ კაფე სჭირდება თავისი მოწყობა, დიზაინი, გარკვეული ხედვა რომ როგორ მოვაწყოთ ეს ყველაფერი. შენ მანამდეც და ალბათ ახლაც არ ვიცი პრინციპში ესეც საინტერესოა რამდენად ახერხებ ახლაც ფოტოგრაფიის აი ამ შენს გატაცებას თუ პროფესიულ ერთ-ერთ მიმართულებას რომ მისდიო და აი ამ კაფეს შექმნაში რამდენად დაგეხმარა მათ შორის ეს შენი შემოქმედებითი ნაწილი ყოველთვის მეგონი დადებითი პრესი არის ნებისმიერ საქმეში. ჩემს შემთხვევაში უბრალოდ ფოტოგრაფია განახმარა იქ რომ ასე ვთქვათ ბევრი რაღაცა შემოქმედებითი კუთხით მესმის და არ მჭირდება სხვა ადამიანების ასე ვთქვათ რჩევა. დიზაინზე მე მართალია დავიხმარე სხვა ადამიანები, თუმცა ეს ისე მოვაწყოთ ისე, როგორც ვთქვათ, მე ვიზნები თავის კომფორტულად. და შევხედე რაღაცა სხვანაირად, ან როგორც იქნებოდა ბავშვი, თუ შობელი, თუ რაღაც აი ამ კუთხით მივიდექით ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ეხლა ბევრი წელია უკვე მე ვერ ვახერხებ იმას, რომ ფოტოგრაფია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ჩემთვის ვერ გახდა შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ მე ვერ გადავიღებდი ფიზიკურად ქორწილებს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მე უფრო კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობდი ყოველთვის. ეხლა ძალიან ბევრი წელი უკვე დანებებული მაქვს, ასე ვთქვათ, ფოტოგრაფისტის თავი როგორც ძირითად შემოსავლის წყაროზე ჩემი საქმიანობა არ არის ეს ფოტოგრაფია დარჩა ჩემთვის როგორც ასე ვთქვათ კარგი ასე ვთქვათ ჰობი და არის შემოსავლის წყარო და ერთადერთი ჩემი ასე ვთქვათ მის დაკმაყოფილებას ვახერხებ, როდესაც მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანებში და 5 წელი მოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვიღებდი ევროპის ქალაქების ყოველდღიურობას ძალიან დიდი ფოტოსერია მოხსაკეთებული, რომლის გამოფენას სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. მხოლოდ ერთი ქალაქი გამოიფინა პარიზი იყო ეს, მაქვს კიდე 7 ქვეყანა, სადაც მოგზაურე პანდემიამდე
და აი ასე ფოტოგრაფიის ანუ ვიღაც მოგზაურობ, იმიტომ რომ შევიცვალე ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ გადაღებას. იმიტომ არ არის აი ესე ადაპტირებულანო გარემოს მიუწვდომობის გამო, ხო ალბათ. კი, აი ამის გამო კი გეთახმები კი. აი ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვა, რომ აი რა განსხვავება აქვს, თქვა თბილისის და ევროპულ ქალაქებს შორის მისაწვდომობის თვალსაზრისით. აი რამე რომ გვითხრაი დეტალი, ხო, რომ ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა წარმოიდგინოს, ხო, პრაქტიკაში რა განსხვავება არის. იცით მე მართლა მეთქმის ისო დაახლოებით 8 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თუ გადაღებებით და მიწევს ეს გადაადგილება და შესაბამისად ძალიან ისეთ დიდი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. თბილისი ვერ ვიტყვი რომ არ ვითარდება და არ ისევ მდგომარეობაში ვარ, როგორ მდგომარეობაში იყო 10 წლის წინ, ნამდვილად ესე არ არის. ჩვენ ვითარდებით, მაგრამ ძალიან მილი და თბილი ნაბიჯებით და აი ეს ამაზე მწოდება მეგული რომ ამას შეიძლება დაახლოებით 5 წელი და არ არის 1 წელი. თბილისში ქუჩაში შეიძლება გადაადგილება მოახერხა, მაგრამ შენობების დიდი ნაწილი ვერ მოახერხებს ეს. გარდა ამისა, ტურისტულად აი ახლა ჩვენ დავდექით როგორი რეალობის წინაშე, რომ აი პანდემია ვერცად ვერ მოგზაურობ, ხო და მე მომწონს საქართველოში მეგასწრება. აქაც ხდება ის, რომ გიხდება იმედების ახალ სახაჯო, ვიდრე მომიწევს საქვეყნოში და თანხა ესე ვთქვათ იმის გამო რომ არ არის ადაპტირებული გარემო, უფრო დიდი თანხის სახაჯები, ანუ არაფერს შეცვალე, რომ მე მოგზაურებ ქვეყნის მასშტაბით საკუთარ ქვეყანაში და იზოლებული ხარ რომ გაიქცე მარტო იმიტომ რომ არ არის მისაწვდომი შენი ქალაქში ტურიზმი და ახლა ახლა ვაპარავ თუ შიდა ტურიზმი უნდა გავაზიარებ იმიტომ რომ აი ბაზარი ასე ვთქვათ შიდა ტურიზმის შემოკლების სწარი როგორია შენ თუ არ დაისვენ რედისონში და მაღალი კლასის სასტუმროში შენ თქო ვერცად ვერ დაისვენ ძალიან ძვირის გადახდა გიწევს ძვირადღირებულ სასტუმროში რეალურად როდესაც მაშინ გითხრა როდესაც მე მაგალითად პარიზში აი თუ დამიჯერებ მე პარიზში ბარსელონაში რა ვიცი გერმანიაში უკანაკლებები მიძღვა ვიდრე ბათუმში იმიტომ რომ მე ჩვეულებრივ კორპუსის ბინაში ვქირავ ბინას და ამჭირდება რაღაცა რედისონების აკეთება იმისთვის რომ მithaqden სიში დავისვენო ამიტომ მაგას ვამბობ რომ ეგ არის პრობლემა რომ სხვა ქვეყანაში მე ჩვეულებრივ ვქირავ და არა სასტუმრო და უფრო ნაკლებები მძრავია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში პანდემიაზე ნაკლებია ხარჯი საკუთარ ქვეყანაში და მაგალითად პანდემიაზე საუბარი დავიწყეთ და ზოგადად ასევე მზიურის მისაწვდომობაზე ანუ ერთია რომ თვითონ შიგნით რა თქმა უნდა არის მისაწვდომი და ადაპტირებული თუმცა მეორე არის მზიურამდე მისვლა მაგალითად ჩემი გამოცდილებით ვიტყვი რომ რაც ეს სარემონტო სამუშაოები დაიწყო ჭავჭავაძეზე ძალიან გართულდა მზიურამდე მისვლა საინტერესო არის ხო ამან რამდენად გაგირთულად მუშაობა ამ სარემონტო სამუშაოების პროცესმა შემდეგ პანდემიამ და დღეს როდესაც უკვე განახლებული ჭავჭავაძე გაიხსნა რამდენად მისაწვდომი არის ის შენი გამოცდილებით შეშემო პირებისთვის მე ვეცდებ რაღაცა თუ თქვენ ძიუში ეტლის მოსვლა ჭავჭავაძის მხრიდან ეს მასა დისკომფორტი იქნება იმიტომ რომ ძიურის რეაბილიტაციის დროს შენარჩუნდა სულად ავთენტური მისი შესაძლებელი და არ მოხდა იმ დაქანების და ქვათმილების მოხსნა, რომელიც დისკომფორტი არის. ეტლის მოსარგებლეებმა უნდა ისარგებლონ ვაკის პოზიციიდან შემოსასვლელი, რომელიც ასაკუთარ მისაწვდომი და კომფორტული ეტლისთვის მზიუში მოსახლე და რაც შეხება ჭავჭავაძეს არის სულად ადაპტირებული, როგორც ეტლის მოსარგებლის ასევე როგორც ისინი იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღეში გადასახადები როგორც მე თანამშრომლობიდან ვიცი და ტაქტიკური გადასახადები იქნება მზად ხმოვანი შუქნიშნების უკვე არის დაყენებული. ჩემთვის ახლა როგორც ეტლის მოსარგებლის ვაკის ტერიტორია გულწრფელად ვიტყვი რომ არის მართლა ძალიან მაღალი დონის ადაპტირება. ერთადერთი პრობლემა არის ის რომ
კერძო ბიზნესი მაინც არ არის დავალდებულებული იმითი, რომ ქონდეს ადაპტირებული შესაძლებლობა და მაღაზიები იქნება ეს რაღაცა ტიპის დაწესებულებები, 2-3 კიბის სწავლა მაინც ამით შენობაში შესვლა არის პრობლემა, მაგრამ ქუჩაზე რეაბილიტაციის დროს მე მსგავსი ასეთი გულს ვაძლევ, რომ ესეთი დონის მისაწვდომა და უპრობლემო გადაადგილება ვიკების როგორც არის ლაპეში, მე საქართველოში არანებულება არსად. ამას იწვის ყოველთვის ხმა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, როგორც საწარმოს ის ერთი წელი, როდესაც მიმდინარეობდა რეაბილიტაცია, მართლა ძალიან დიდი ფინანსური წინახი განვითარდა და ფაქტობრივად ჩვენი მეგობრების დახმარებით გადავრჩით რეალურად და მე ამ ყოველთვის დაემატა პანდემია. თუმცა რაღაცა იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. შიშინო პირები რამდენად არიან სოლიდარულები, რამდენად მოდიან თქვათ კაფეში, ზუსტად იმისთვის, რომ ხარი დაგიჭირონ თუნდაც, ხო, როგორც მე არ ვიტყვი, რომ იმიტომ ჩვენ არ ვართ სიუცე, ჩვენი ჩემი მთავარი მიზანი აქ არ იყო ის, რომ ჩვენ გაგვიხსნა კაფე, სადაც ადამიანები მოდიან იმისთვის, რომ დაუჭირონ სოციალურ იდეას მხარი. აი სწორედ მინდა გამიგოთ. ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მე ვიყურებოდი როგორც სტუმრის პოზიციიდან, ასევე როგორც სოციალური და პროექტის მენეჯერის თვალით. მე მინდა რომ ჩემი სტუმარი მოვიდეს არა იმიტომ, რომ ხარი დაუჭიროს სოციალურ მიზანს, არამედ იმიტომ, რომ ის კომფორტულად თავს. იმიტომ, რომ მას მოსწონს ჩვენი სერვისი, ჩვენი კერძები, ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ის გარემო, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მე მას გავკადნიებდი რაც ვქარო, ჩვენ ამ კუთხით მუშაობთ, ჩვენ არ მუშაობთ იმიტომ, რომ ვიღაცა მოვიდეს აქ იმისთვის, რომ დაუჭიროს მხარი ჩვენ სოციალურ მიზანს. თუ ჩვენ არ გვექნება მაღალი ხარისხის პროდუქტი, გემრიელი კერძები, საინტერესო და მყუდრო გარემო, ჩვენ ამ სტუმრებს ვერ შევინარჩუნებით 4 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენი ამომავალი წელი არის ისე შექმნეს საინტერესო და მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები შევთავაზეთ ჩვენ სამყურს და უკვე თავისი ამის ჩვენ ისე რომ ვფიქრობთ, სტუმარი შეიძლება მოვიდეს ერთხელ და ორჯერ. იმისთვის რომ ხარი დაუჭიროს ჩვენ იდეას, მაგრამ თუ მას რეალურად ეს გარემო არ მოწონს და კერძები და გემრიელი არ არის და მაღალი დონის მომსახურება არ ხდება, ის ერთხელ და ორჯერ, მაგრამ მესამეზე აღარ მოვა. ამიტომ მე ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ გვაქვს მაღალი დონის მომსახურება, საინტერესო და მყუდრო გარემო და ამიტომ მოდიან ჩვენთან. რაც შეეხება სოციალურ იგივე მხრიდან გავცემდი ამ კითხვასაც, რომ ჩვენთან მოდიან ეს მოსახლეობა სტუმრები და მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ისინი მოდიან თავისი ამოვნების გამო. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ეს არის სოციალური საწარმო. მართლა მომისმენა ხოლმე ეს სოციალური საწარმო, რატომ მე აქ მოვიდოდი, რომ მე ვარ კარგად და მე მომწონს და არა იმიტომ რომ რაღაცა იდეას მომსახურება. ეს არის ის თავი. ამიტომ მე ვხედავ ამ ადამიანებს ეს მოსახლეობები მართლა მოდიან ხოლმე, თუმცა მოდიან თავისი კომფორტისთვის, თავისი შემოვნებისთვის და რა თქმა უნდა პარალელურად ემსახურებიან ხოლმე ეს იდეას. აქ მარტო იმას ვეუბნები, რომ მოდიან იმიტომ რომ დაუჭირო მხარი. არა. ნამდვილად მე დაგემოწმები, რომ გარემო მართლაც შესანიშნავი არის, თუ ახლოს თქვათ ვიმყოფები და შესაძლებელია რომ მოვიდე, აუცილებლად ყოველთვის მოვდივარ ხოლმე. ისედაც საინტერესო არის სამომავლო თქვენი გეგმების შესახებ კაფეში. ვიცი, მახსოვს აქტიურად წერდი Facebook-ზე გარკვეული პერიოდი, რომ ჩემი ოცნება არის, რომ თქვათ ცოცხალი დღეს კიდევ ცოცხლა დარჩენი ბიტლზები, კერძოდ აი პოლ მაკარტნი მაგათაც ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს ამ კუთხით თუ შეძელიან რაიმე ნაბიჯები თუ გადადგი და თუ იგეგმება რამე ამ კუთხით, მე საერთოდ ვიზიარები მიხედავს, რომ ზოგადად გემოვნებიანი მუსიკა და ადგილი, სადაც გემოვნებიანი მუსიკა იქნება ჩართული ან ჩამოვლენ მუსიკოსები, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და იშვიათი სიამოვნება არის თბილისში. ბიტლზი არის ჩემი ბავშვობის დროინდელი დიდი სიყვარული, რომელიც არის რაღაცა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ესეთი ხუმრობა არის ჩვენთან კაფეში, რომ არის მე ვფიქრობ, რომ ესეთი ხუმრობა არის. პაროლი ინტერნეტზე გვაქვს ჩამოვა.
როდის სისტემები ვიყავ რა თქვენთან პარალელურად ჩამოვა და მე ვიყავ ვინ ჩამოვა და ჩვენ პოლ მაკარტნი ჩამოვა აი ეს თქვა ჩამოვა რაღაცა დავიწაცეთ ყველამ ჩვენ სტუმრებმა და რაღაცა ისე მიამიტულად გიჟერო ჩვენ ერთად შეიძლება პოლ მაკარტნი ჩამოვიდეს საქართველოში და ლანჩი კონდეს ვიუსი ამის შესახებ საკეთებ ჩვენ პოლ მაკარტნი არის გლობალური კამპანიის Mixed Monday-ის დამფუძნებელი ერთ-ერთი და ვიუს კაფე არის ამიერკავკასიაში პირველი ობიექტი, საკვები ობიექტი, რომელიც ორშაბათობით უარს ამბობს ხორციან კერძებზე. ანუ ჩვენ ორშაბათობით ჩვენი მენიუდან კლიენტ ამოღებული გვაქვს ხორციანი კერძები და იდეა რაც არის ასე რა Mixed Monday-ის არის რომ გავუფრთხილდეთ გარემოს აი ხორცის მოხმარებით და ერთი დღე დავფიქრეთ დედამიწაზე მაინც იმისთვის რომ თუნდაც ერთი დღით მაინც რაღაცა ხანეთ გავუფრთხილდეთ დედამიწას და გავუფრთხილდეთ ასევე ჩვენს სამთავრობას. ძირითადად კაფის მენიუ არის 70% ვეგეტარიანული, 80% კი და უფრო ჯანსაღად ორიენტირებულები. ორშაბათობით ჩვენ გამაღებული ხორციანი კერძები და რაღაცა ერთი გუჩია რომ ეს ჩვენი დღეს პოლ მაკარტნი მოვა ჩვენთან ვანი. მინდა წარმატებები გისურვო მართლა ამ და სხვა მრავალ წამოწყებაში ახლა დღესაც ვსაუბრობთ გადაცემაში ეთერში გასვლამდე და აქ ყოფნა ყველა ადამიანმა იცის გაუგია და ყოფილა მათ შორის ახალ მზიურში სხვადასხვა მიზნებით და ასე შემდეგ ერთ-ერთი მართლა ცნობილი ადგილი გახდა ეს თბილისში და ძალიან მიხარია რომ სწორედ შენ შეუწყო ხელი ამ ადგილის გამოცოცხლებას. ჩვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის. და ორი კვირით დაგემშვიდობებით დროებით. მადლობა თქვენ წარმატებებით.